და პირველ დარღვევებთან დაკავშირებით ამ წუთებში საგანგებო ბრიფინგს მართავს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ჩვენ პირდაპირ ეთერში რთავაზობთ ამ ბრიფინგს. არ იყოს სათანადო ხელმოწერები და რეკვიზიტები მიღება ჩაბარების აქტებზე. ჩვენ ამ დროისთვის დაფიქსირებული გვაქვს 11 საჩივარი, მათ შორის არის მედიის საქმიანობისთვის ხელის შეშლის ერთი საჩივარი, უბნის დაგვიანებით გახსნასთან დაკავშირებული საჩივრები, კანონის დარღვევით აგიტაციის წარმოება, ბიულეტენების ნაკლებობა უბანზე, დამკვირვებლის არ შეშვება უბანზე, წევრის მიერ უფლებამოსილების არასათანადოდ განხორციელება და გადასატან ყუთთან დაკავშირებული ხარვეზი. ერთი საკითხი, რასაც მინდა ხაზი გაუსვა, დაფიქსირდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე არიან გარკვეული პირები, ინიშნავენ მოსული ამომრჩევლის ვინაობას, აკეთებენ აღრიცხვას. ეს პირდაპირ კანონდარღვევას არ წარმოადგენს, თუმცა ეს წარმოადგენს არაპირდაპირ კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენას და ნების გამოხატვაზე, რაც მიგვაჩნია, რომ არასწორია, ასეთი შემთხვევები ფიქსირდებოდა წინა არჩევნების დროსაც და მაშინაც ჩვენი რეკომენდაცია იყო, რომ პარტიებს მოეწოდებინათ თავისი ასე ვთქვათ აქტივისტებისთვის, რომ შეეწყვიტათ მსგავსი საქმიანობა. ამჯერადაც ვფიქრობთ, რომ არ არის სწორი, თუნდაც ასეთი არაპირდაპირი კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე. ეს არის ძირითადად ჩვენი 10 საათისთვის, დილის 7 საათიდან 10 საათამდე პერიოდში არსებული მდგომარეობა. მინდა ერთ საკითხს გაუსვა ხაზი, რამდენადაც გავიგე, უკვე ვრცელდება ზოგიერთ საინფორმაციო სააგენტოზე რაღაც ისეთი მითითებები ან ინფორმაცია თითქოს რომელიღაც კანდიდატმა უკვე მოიგო ან უკვე წააგო, რაც სრულიად აბსურდული იქნებოდა დილის 11-ის ნახევარზე იმის თქმა, რომ ვიღაცა შეიძლება ჩაითვალოს მოგებულად ან წაგებლად, ამიტომ შეცდომაში მედიას ვთხოვდი პირველ რიგში, რომ შეცდომაში ნუ შევიყვანთ საზოგადოებას და ამომრჩევლებს ჯერ კიდევ მთელი კენჭისყრის დღე არის დარჩენილი იმისთვის, რომ ამომრჩევლებმა შეძლონ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვა. ამ ეტაპისთვის სულ ეს არის, შემდეგ ინფორმაციას ჩვენ მოგაწვდით 5 საათზე. 5 საათზე იქნება ჩვენი მომდევნო პრესკონფერენცია. დიდი მადლობა.